სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ირანის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. მოწვეულ სტუმრებს თეირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ქამეს სედიკი ხელმძღვანელობდა. საქართველოს ეკლესიის საჯატმყრობელმა საუბრისას ირანში ვიზიტი გაიხსენა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე კათოლიკოს პატრიარქმა ირანში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის არარსებობის გამო გულისტკივილი გამოთქვა. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ეკლესიის სახელით, პირადად ჩემი სახელით. თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ამ დროს, როცა მრავალი პრობლემა დგას კაცობრიობის წინაშე. ირანსა და საქართველოს შორის ისტორიულად ცნობილია, ჩვენ გვაქვს ბევრი კულტურული კავშირები ქონია წარსულში დღესაც და მე მეტად მოხარული ვარ, რომ თქვენ განახორციელეთ ვიზიტი საქართველოში. მე დიდი სიყვარულით ვიხსენებ ჩემს ვიზიტს ირანში. შეხვედრას აიათოლა ხამენეისთან. ეს იყო ნამდვილად ძმური შეხვედრა, ორი ლიდერის შეხვედრა. ამიტომ თქვენი ვიზიტი შეიძლება ითქვას ისტორიული ვიზიტია და მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტია. მე გულითადად მივესალმები ახალ ელჩს. ვფიქრობ, რომ ელჩი ბევრ რამეს გააკეთებს ჩვენი თანამშრომლობისათვის. მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ დიდ სიხარულს თქვენი ვიზიტის გამო. მუსულმანები ძალიან კარგად გრძნობენ თავს საქართველოში. საქართველოში გახსნილია მრავალი სალოცავი მეჩეთი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თავისუფლად ილოცონ და შეასრულონ თავისი მოვალეობა, თავისი ლოცვა. სამწუხაროდ არც ერთი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ირანში და მე მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო და უფრო ახლო ურთიერთობა გვექნებოდა ჩვენ. არის სომხური, არის რუსული, ქართული კი არ არის. მე იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარებით. ხშირად იყვნენ მუსულმანები ჩვენი სტუმრები ჩრდილო კავკასიიდან და ჩემი მშობლები დიდი სიყვარულით ხვდებოდნენ მათ ერთ დიდ ოთახში, უშლიდნენ ხალიჩებს და იქ ლოცულობდნენ მუსულმანები თავისებურად. ჩვენ მეორე ოთახში ქრისტიანულად ლოცულობით ხატების წინ. მინდა მადლობა გამოვხატო, რომ საშუალება მოგვეცა თქვენ შეგხვედროდით. დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი იდგმება, რასაც სისხლის ზღვრამდე მივყავართ. ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება და შემართება. ამ შემთხვევაში კი რელიგიების როლი ძალიან დიდია. მე მინდა გადმოგცეთ ირანის სულიერი ლიდერის გულითადი მოგითხვა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ კმაყოფილებას იმ მშვიდობიანი გარემოსა და თანასწორობისთვის, რომელიც საქართველოში სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებისთვის არის. ეს მართლაც ძალიან და
გასაფასებელია. რაც შეეხება თქვენს თხოვნას ქართული ეკლესიის არსებობასთან დაკავშირებით ირანში, იქ არ ცხოვრობენ ქრისტიანი ქართველები. შესაბამისად, აქამდე ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. თუ კი ირანში იქნებიან ქრისტიანი ქართველები და ექნებათ მოთხოვნა, ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს. ბატონი ელჩი ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება. მინდა აღვნიშნო, რომ ირანში ყველა რელიგიას აქვს სრული თავისუფლება, როგორც კულტურული საქმიანობისთვის, ასევე სულიერისთვის. ერთადერთი მიმდევრობა, რომელსაც ირანში არასდროს ექნება ადგილი, ვაჰაბიზმია. რამდენადაც ეს არ არის რელიგია, ის ტერორიზმის გამოვლინებაა. მართლმადიდებელი ეკლესია 20 მარტს მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამეებს, ხერსონის ეპისკოპოსებს, ბასილის, ეფრემს, კაპიტონს, ევგენის, სეთერს, ელპიდოსა და აგათოდორეს. ასევე აღენიშნება ხსენება ღირსი პავლესი, პრუსიადელი ეპისკოპოსის, წმინდა პავლე აღმსარებლისა და ღირსი ემილიანე იტალიელისა. ღირსი პავლე უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მეუღლის ღალატის ამბის გაგების შემდეგ სახლი დატოვა და უდაბნოში წავიდა წმინდა ანტონ დიდთან. ამ დროს ღირსი მამა უკვე 60 წლის იყო. წმინდა მამამ ის არ მიიღო, რადგან მძიმე განმარტოებული ცხოვრებისთვის მზად არ ჩათვალა. ღირსი მამა 3 დღე ევედრებოდა წმინდა ანტონს, რის შემდეგაც მას წმინდა მამამ მორჩილება დაუწესა და დიდხანს ცდიდა მარხვით, ღამისთევით, ფსალმუნთა მოუკლებელი გალობითა და მეტანიებით. მხოლოდ ამგვარი გამოცდის შემდეგ კი ნება დართო განმარტოებულ კელიაში დასახლებულიყო. მრავალწლიანი ღვაწლისთვის ღირს პავლეს უფლისგან წინასწარ ჭვრეტისა და კურნების ძალა მიენიჭა. ღირსი ემილიანე რომაელი იყო. მის შესახებ გრიგოლ პირველი დიოლოგოსის წიგნიდან საუბრები სახარებაზე ვიგებთ. წმინდა ემილიანე სიბერემდე მრავალი ცოდვით ყოფილა შეპყრობილი. ბოლოს მონანული მონასტერში ბერად აღკვეცილა. ის ხშირი ლოცვითა და მკაცრი მარხვით გამოირჩეოდა. ღამღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა. ერთხელ მონასტრის იღუმენი ფარულად გაჰყოლია ბერს. ლოცვისას ღირსი მამა სინანულის ცრემლებით ალბობდა მიწას და იმავდროულად ზეციური ნათლით ყოფილა გარემოცული. ნანახით შეძრულმა იღუმენმა საცისკრო მსახურების შემდეგ ემილიანეს სთხოვა ძმებისთვის გაენდო თავისი საიდუმლო. წმინდანმაც მოუთხრო სულიერ ძმებს ღვთის უსაზღვრო სახიერების შესახებ. იღუმენმა ბერებს უთხრა. უფალს შეეძლო ემილიანესთვის ცოდვები გამოცხადების გარეშეც მიეტევებინა, მაგრამ მან თავისი ნება იმიტომ გააცხადა, რომ ჩვენს გვენახა ღვთის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული წრფელად მონანულთა მიმართ. ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის დარჩენილი წლები სულიერ სიხარულში გალია და მშვიდობით მიიცვალა. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში ღია კარის დღე გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრაზე აბიტურიენტები და სხვა დაინტერესებული პირები სასწავლო დაწესებულების პროფესორ მასწავლებლებს უმაღლეს სასწავლებელში არსებულ გარემოსა და ინფრასტრუქტურას გაეცნენ. თავის მხრივ სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებმა საგამოცდო მოთხოვნების შესახებ ამომწურავად ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა სიმღერა გალობის მცირე კონცერტი გამართეს. მეორე წელია უკვე გოგონებსაც ღებულობს სასწავლებელი. 3 სახელოსნოა ვახსენები, როგორც იცით და შემდეგი მიღება არის ჩემი სახელოსნო, მე წარმოვადგენ ერთ-ერთ სახელოსნოს. მალხაზ ირქვანძის სახელოსნო. ჩვენ ვასწავლეთ სიმღერას, გალობას, ინსტრუმენტებს. ესე ჩვენი ფესვები, ჩვენი ტრადიციული მუსიკა, რომელსაც აქ სტუდენტები ეზიარებიან შეძლების დაგვარად სიღრმისეულად. ამ სასწავლებელს რა თქმა უნდა თავისი დიდი ფუნქცია გააჩნია და მან უკვე შეასრულა გარკვეულწილად ეს ფუნქცია, ვინაიდან მან მოიზიდა არაჩვეულებრივად ნიჭიერი ხალხი. ჩვენი სკოლა მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი არის სახელოვნებო მიმართულების და ღია კარის დღეზე სავალდებულოდ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ბავშვები მოსულიყვნენ, დასწრებოდნენ, გაცნობოდნენ გალობის უმაღლეს სასწავლებელს, შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს სურვილი და გააგრძელოს სწავლა უმაღლესი მუსიკალური განათლების მიმართულებით. ეს არის მართლაც ძალიან კარგი უნივერსიტეტი ბრწყინვალე ინფრასტრუქტურით, შესანიშნავი პედაგოგებით. სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54 საჯარო სკოლა და გიორგი მთაწმინდელის უმაღლესი სასწავლებელი არიან პარტნიორები და რამოდენიმე პროექტი, რომელიც განხორციელდა ჩემს სკოლაში, დაამშვენეს ამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ჩვენი სკოლიდან არიან მოსული აქ სტუმრად ღია კარის დღეზე აბიტურიენტები, რომლებმაც გამოიჩინეს ინტერესი და მე ძალიან მიხარია, იცით,
მოგეხსენებათ სოციალური ქსელებითაც ისედაც ბავშვებს აქვთ ინფორმაცია და მათ ამოიკითხეს აქ სწორედ ის გარემო რომელიც ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ამ გარემოს დაუკავშირებენ თავის მომავალს. მინდა აღფრთოვანება გამოხატო ამ უნივერსიტეტის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ გარემოთი. მაქვს ინფორმაცია, როგორ იქნება განათლების სისტემა მთელი 4 წლის მანძილზე. შევისწავლი ქართულ ხალხურ სიმღერებს, საგალობლებს, ქართულ ფოლკლორს უფრო ახლოდან გავეცნობი. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი სათავეს ქართული გალობისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრიდან იღებს. ის 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა. სასწავლებელი აბიტურიენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს სთავაზობს. სესხების გალარების პროგრამა დასრულდა. საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიის წარმომადგენლებს პროგრამის შედეგები გააცნო. გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, უცხოური ვალუტიდან ლარში სესხები ჯამში 5092 პირმა გადაიტანა. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საბანკო სესხების უცხოური ვალუტიდან ლარში გადატანა შეეძლო იმ პირებს, რომლებსაც სესხები აღებული ჰქონდათ 2015 წლის 1 იანვრამდე. სქემის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლების სესხის მომსახურების ტვირთის ზრდის შემსუბუქება, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. მოლოდინი რომ ყველა გადაალარებდა 27,000 სესხებელთა ბაზაზე არც იყო. უბრალოდ შეთავაზება ჰქონდა ყველას და ადამიანებს უნდა გაერკვიათ მათ უღირდათ სავალუტო რისკის ტურბულენტურ ზონაში ყოფნა თუ ერთხელ სამუდამოდ მათ შეეძლოთ ეს რისკი მოეცილებინათ. ან დაეზღვიათ ამ გადალარების შედეგად. არასკენ დაიხურა ეს პროგრამა 5092 სესხებელია, ვინც გაალარა სესხი. ეს არის ჯამური მაჩვენებლით 71 მილიონ დოლარამდე რო ავიღოთ. პროცენტულად თუ ავიღებთ, აი 27,000 ადამიანთან, მის პოტენციალს შეიძლება ყოფილიყო მოაზრებული და იმ თანხასთან, რომელიც მოაზრებული იყო დაახლოებით 400 მილიონზე, ეს არის დაახლოებით 19% პირველ შემთხვევაში და მეორე არის 18%-მდე. ანუ ეს მაჩვენებელი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, გასამაგებულია წინა პერიოდთან შედარებით. წინა პერიოდი პირობითად ჩვენ ავიღეთ თებერვალი. გარემოს დაცვის სახელმწიფო უწყებამ გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი შეიმუშავა. ინიციატივა პარლამენტში განსახილველად არის წარდგენილი და ძალაში სავარაუდოდ 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა. მომდევნო ეტაპზე კი სამინისტრო ინტეგრირებული სანებართვო სისტემის დანერგვას გეგმავს. ამ მიზნით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ეგრეთ წოდებული დაძმობილების პროექტი მიმდინარეობს. ინიციატივის ფარგლებში პარტნიორ მხარეს ესპანეთის, ნიდერლანდების სამეფოსა და ჩეხეთის კონსორციუმი წარმოადგენს. გარემოს დაცვის სამინისტრო ევროკავშირთან ერთად იწყებს უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ინდუსტრიული ემისიების დირექტივებთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს და ფიქრობ, ეს სამართლებრივი საფუძვლები, რასაც ეს პროექტი შეთავაზებს ჩვენ ქვეყანას, იქნება სწორედ ის ზუსტი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს გაფრქვევების, წყალში ჩაშვებების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას. ჩვენ ვამთავრებთ ორდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩეხეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების სახელმწიფოები. ეს მიზნად ისახავს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერას ლეგიტიმური საკითხების პროგრესთან დაკავშირებით. აღნიშნული ინიციატივა მხარს უჭერს უწყებას განახორციელოს კანონები, რომლებიც უკავშირდება ნარჩენების მართვასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს. პროგრამას ივლისიდან ვიწყებთ და ვიმედოვნებთ, რომ დავეხმარებით სამინისტროს ინდუსტრიული ნარჩენებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში. რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლ დაგნის პრემიერა გაიმართება. ახალგაზრდა ქართველ დრამატურგთა კონკურსში გამარჯვებული პიესა, რომელიც ნორვეგიელი მწერლის დაგნი იუელის ცხოვრებასა და მის ტრაგიკულ დასასრულზე მოგვითხრობს რეჟისორმა გიორგი ჩალაძემ დადგა. პირველ რიგში ალბათ ეს პიესა ავირჩიე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა თვითონ ლილის გადაწყვეტილება, რომ დაეწერა პიესა დაგნი იუელზე, რომელიც არის ძალიან საინტერესო ბუნების პერსონაჟია, ძალიან საინტერესო ბიოგრაფია და ძალიან ბუნდოვანი და მისტიური ქალია.
რომელსაც პრაქტიკულად ყველასთან და ყველაფერთან ჰქონდა შეხება, ყველა გენიოსთან ჰქონდა შეხება მე-20 საუკუნის დასაწყისში და მე-19 საუკუნის ბოლოს და ძალიან საინტერესო ბიოგრაფია და ძალიან ბევრი და დიდი ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევს. გარდა ამისა, ლილე საკმაოდ ნორმალური და კარგი ტექსტი აქვს გაკეთებული, რომელიც გაძლევს ლავირების და მოძრაობის საშუალებას. ერთმოქმედებიან დრამაში რუსთაველის თეატრის მსახიობები ქეთი სვანიძე, ანა ამილახვარი, ზურა ინგოროყვა და ბაჩო ჩაჩიბაია თამაშობენ. სპექტაკლის მხატვარი ანანო დოლიძეა, მუსიკალური გაფორმება ია გოგიშვილს ეკუთვნის. მაქსიმალურად მოვიტანეთ ამ ქალის ტრაგედია და საინტერესო ის არის, რომ სპექტაკლში ხდება ის, რომ ამ ქალმა 25 წლის ასაკში, საკმაოდ პატარა ასაკში დაკარგა ყველაფერი. ვეღარც წერს, აღარც არავის მუზა აღარ არის, მის მეუღლის იმდენად ნერვიული და იმდენად გაუგებარი გახდა მისი ცხოვრება, რომ რეალიზებას ვეღარ ახდენს და ეს ქალბატონი საქართველოში გარდაიცვალა. საინტერესოა, საკმაოდ ტრაგიკულია და ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო როლია. ჩემი პერსონაჟი მწერალი იყო, მისი ცოლია ეს დაგნი, ვისაც არის პიესა, მწერალი იყო და მათი ცხოვრება არის, მათი ურთიერთობებია, რაც საინტერესოა ყოველთვის ორი ნიჭიერი ხელოვანის, რომელიც ფაქტურად გასულები არიან სივრციდან, სადღაც სხვაგან აზროვნებენ. და მათი ურთიერთობა და საინტერესოა და თან კიდე საინტერესო იმიტომ არის რომ პიესა იწყება ეს პიესა ხო არის რა იწყება ვითარდება და სრულდება ხო აქ უკვე აი კულმინაციიდან პირდაპირ კულმინაციიდან იწყება ჩვენი სპექტაკლი პიესის ავტორი ქართველი დრამატურგი ლილე შენგელიაა. სცენურ ვერსიაში მაყურებელი 19 საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრები მწერალი ქალის ისტორიას მოისმენს. ნახავს თუ როგორ იქცა ერთდროს ცნობილი ხელოვანების მუზა ყველასგან მიტოვებულად, როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრების გზა თბილისამდე და როგორი იყო მისი ტრაგიკული აღსასრული. ფიზიკურად ეს არის ამბავი, ისეთი რომელიც იყო ფაქტიურად რეალური. ადამიანი, რომელიც რაღაც გუშინ სურვილი მომინდა რა რამდენიმე დღე რო რჩება პრემიერამდე და ცოტა სხვა სამყაროში რო გადიხარ რა რაღაც სანამ პრემიერები ჩაევლის უშინ ვიყავი იმ სახლში სადაც ეს ყველაფერი მოხდა ის ამბავი რასაც ჩვენ აქ სცენაზე ვთამაშობთ ქალი ცნობილი ადამიანი დაგნი რომელმაც დამთავრა ცხოვრება სიცოცხლე უბრალოდ საქართველოში რომლის ასაფლავოც აქ გვაქვს არის იმ ადამიანზე რომელიც იყო ძალიან ბევრი ცნობილი მხატვრის მუზა ასე ვთქვათ მე ვარ ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ჩამოიყვანა თბილისში. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი აქედან არ წავა, რომ აქ რატომ მოვედი რა. და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი, რომელიც ამ სპექტაკლზე მოვა, იტყვის, რომ ღირდა ნამდვილად ამ სპექტაკლის ნახვა, იმ რეალობის, რაც ოდესღაც აქ საქართველოში მოხდა რა. სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 22 მარტს შედგება. სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება აეროპორტში გადაღებული ფოტოები, მათ შორის პასპორტისა და ბილეთების სურათები. ავიაუსაფრთხოების სპეციალისტები კი გვაფრთხილებენ, რომ მსგავსი საქციელი გაუმართლებელია. ბილეთზე არა მარტო ჩვენი სახელი და გვარი, არამედ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციაც არის მოცემული. მაგალითისთვის დაინტერესებულ პირს მარტივად შეუძლია გაიგოს ელექტრონული ბილეთის ნომერი, ბრონის შტრიხ-კოდი და ასევე გადახდის რა ფუნქციით ისარგებლა მომხმარებელმა. შტრიხ-კოდი ფოტოებში ხშირ შემთხვევაში სრულად ჩანს. სპეციალური აპლიკაციით კი მისი წაკითხვა მარტივი შესაძლებელია. შტრიხ-კოდის ნახვის შემდეგ მგზავრის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება. დაინტერესებულ პირს მისი დანიშნულების ადგილის შეცვლა, ბრონის გაუქმება და სხვა უსიამოვნო ოპერაციის განხორციელება შეუძლია.